ბატონო მეულა ავტოსკოლები კი ახსენდა საერთაშორისო პრაქტიკაც მინდა და მე დიდი ეჭვი მაქვს რომ გემრიელად გვაგინებენ ჩვენ ამის გამო რომ ეხლა იდეა ჩააწოდეთ ოიტყვე რომ ესეც გააძვირონ ესეც შეცვალონ გაამკაცრონ მაგრამ შედეგი გვაქვს საშინელი და კატასტროფული საერთაშორისო პრაქტიკა როგორია აი ამ ავტოსკოლების მუშაობის თუ ლიცენზიის აღების თუ აქ მე რამდენადაც მინახავს და ვხვდები ეხლა განცხადებების კი შემოხვედრია Facebook-ზე 4 გაკვეთილში მართვის მოწმობა საგაღებინებ როგორია ჩვენთან ანუ ყველა შეუძლია გახსნას ეს ავტოსკოლა და როგორია ეს პრაქტიკა ევროპაში ბოდიში დავამატებ ასევე რომ ზოგს ავტოსკოლაც არა აქვს მიშო უბრალოდ მასწავლებელია და ხო რა მანქანა ყავს ის და всё კი ანუ ჩვენთან არ არის როგორც გითხარით არანაირი სტანდარტი მთელი ამბავისას ამ სტანდარტებს ვუმობ და ვიბძვი რა რომ ეს მდგომარეობა გვექნება სულ ქუჩაში თუ ეს რაღაცეები ესე არ აშენდა ანუ აგურ არაშენდა რა ყველაზე მნიშვნელოვანი არის სკოლების რომელიც შემდეგ უკვე მართვის მოწმობაზე ამეცადინებს ბავშვებს ამათი მოქცევა იმ ფორმულაში რა ფორმულაც არსებობს საერთაშორისო გამოცდილებით ანუ ერთი რომ მათ უნდა გაიარონ სწავლება თვითონ რა უნდა ასწავლონ შემდეგ ამ სწავლების გავლის შემდეგ თვითონვე რაღაცა ტესტები და რაღაცები უნდა ჩააბარონ მინიმალური ტესტი, უნდა ჩააბარონ და მიიღონ სერტიფიკატი, რომ ის უკვე არის მზად იმისთვის, რომ მასწავლებელი იყოს. იმიტომ რომ როგორ უნდა ასწავლო ის რა შენ თვითონ არ იცი რა, ანუ ხო შეუძლებელია, ანუ ერთი რომ შენ იცი და მეორე მარტო ცოდნას არ ყოფნის. შეიძლება ძალიან კარგად იცოდე და ვერ ხსნიდი ამას. ანუ მასწავლებელს, ანუ პედაგოგს ჭირდება ცალკე სწავლება, როგორ უნდა გადასცეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ახმის უნარი სხვადასხვა ადამიანების რა, ამიტომ როგორ მოარგო კონკრეტულ სუბიექტს ის რომ ეს ინფორმაცია მიაწოდო, რომ მისგან მიიღო უსაფრთხო მძღოლი, ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველა არ უნდა იყოს მასწავლებელი რა. ანუ იმის შემდეგ რაც ამ ტესტებს გაივლის, ვიღაცა მიიღებს სერტიფიკატს, ვიღაცა ვერ. ისევე როგორც ალბათ რაც აბარებს უნივერსიტეტში, ვიღაცა ვერ. ანუ რომ მიიღებს ამ სერტიფიკატს, ხო, შემდეგ ის უნდა მიყვეს უკვე უნდა არსებობდეს პროგრამა, გაწერილი პროგრამა, რა მინიმუმიც სავალდებულოა, რომ ყველა მოსწავლე გაატაროს. მაგალითად პრაქტიკული გაკვეთილების ხო 4 გაკვეთილში გასწავლი და ჩააბარებ რო არის ხო ნუ ეგ უკვე არასწორია თავშივე არასწორია მაგალითისთვის ანუ კარგი ერთ-ერთი პრაქტიკული ანუ მე მაინც გერმანული მოდელი ყველაზე უფრო მეტად მიყვარს იმიტომ რომ ყველაზე მაღალი სიჩქარეები ამ ქვეყანაშია ულიმიტოდაც შეუულიათ გერმანიაში რიგი ავტობანები არის სადაც შეზღუდვა საერთოდ არ არის ანუ 300-ით მიდიხარ პრობლემა არ არის რა თუ არ არის შეზღუდვა 300 არის და ამიტომ გერმანული მოდელი ძალიან მომწონს ანუ მინიმალური გაკვეთილების რაოდენობა არის აღებული 20 გაკვეთილზე ნაკლებს ვერ ვისწავლით ერთ სკოლაში ეს თეორია არა თეორია პრაქტიკული ნაწილი ანუ არის შედგება ამ გაკვეთილების რაოდენობისგან X გაკვეთილების რაოდენობისგან რა ამაზე ნაკლებს ვერ ამ გაკვეთილების გავლის შემდეგ უკვე მასწავლებელი საზღვრავს რამდენად ხარ შენ მზად ამისთვის რა რომ იარო რა თუ არ მაშინ აგზელებ მანამ სანამ არ იქნები ხო არ იქნები მზად ხო ნუ რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც გითხარით გაქცევა სადო აქედან და სხვასთან მიხვიდე მაგრამ სხვაც იგივე იმიტომ რომ ის მინიმუმ არ გაიფუჭებს თავის სახელს იმიტომ რომ ისგან წასული მოსწავლე რომელიც ვერ აბარებს სტატისტიკაში უგროვდება ცუდი სტატისტიკა რაც რა თქმა უნდა არ აწყობს რა ანუ სკოლას სტატისტიკა თუ ექნება ცუდი ის სკოლა იქნება იაფიანი სკოლა იქ ყველაფერი მაგაზე დგას რა ანუ შენ მაშინ ხარ ძვირიანი სკოლა როცა შენი მოსწავლეების ანუ სტატისტიკა გაქვს კარგი თუ არ გაქვს კარგი სტატისტიკა ხო ეს ბუნებრივად უკვე არ მუშაობს ჩვენ შემთხვევაში არავის არც ბაზარდებს არანაირ სტატისტიკის განცხადებას ნახავ მინდა ვარც უწმობა კომენტარებში წაიკითხავ და ვიღაცა უწერს აუ ამან მაგრა ჩამაბარებინა მართვის მოწმობის გამოცდა და ეს კარგი მძღოლია მე ისწავლი უშუალოდ როგორც ჩააბარო გამოცდა და არა იმას როგორც მე ვისწავლე მაგალითად ხო უსაფრთხოდ ავტომობილი და ნუ საბოლოო ჯამში გვაქვს ქუჩებში შედეგი რა შედეგიც გვაქვს ანუ 2 ჯერ 2 არის 4 ვერ იქნება 24 რა